Temu-s unboxing-ი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქიმერა, დაგიბრუნდით ახალი Temu-s unboxing-ის ვიდეოთი. როგორც იქნა დაგვიგროვდა ამანათებით, ჩამოგვივიდა ყველაფერი და დღეს ამ ვიდეოში გავხსნით თუ რა იქნება ამანათებში. დარჩით ვიდეოს ბოლომდე რომ გაიგოთ. ხოთო შორის ძალიან საინტერესო ინფოები მაქვს გამოწერილი და თუ ახალი ბრძანდებით Temu-ზე, ეს არის ჩემი პრომოკოდი, შეგიძლიათ გადახვიდეთ Temu-ზე, ზემნაში ჩაწეროთ ეს პრომოკოდი და მოგცემთ 300 ლარიან კუპონს. რაღაც გარკვეულ თანხაზე დააკლდება ფასები, ძალიან მაგარი შეთავაზება, უფასოდ მოაქვთ სახლში. ამ პირდაპირ აღწერაში იქნება ლინკი, გადახვალთ ლინკიდან და ისი ამონეთ 300 ლარიანი კუპონით. რამდენი ამანათები დაგროვებულა. დავაი დავიწყოთ პირველი ყუთით. რაღაცა ძალიან საინტერესო რაღაცები დოს შიგნით. და მოდი ჯერ ეს ყუთი მაინტერესებს. მოვიმარჯოთ ჩემი კარამბიტი. Skapan! და ვნახოთ რა არის შიგნით. რა კარგია, ახალი წელი ახლოვდება. ძალიან მომენათ რა ახალი წლის განწყობაზე ვარ. მეტი ამანათები, მეტი ყუთები. შეიძლება ახალი წლისთვისაც გამოვიწეროთ რაღაც ამანათები. ესეთი რაღაცა დევს შიგნით და უკვე მივხვდი რაც არის. კომენტარებში დამიწერეთ ახალწლად რა ამანათები გამოვიწერო და თქვენი კომენტარების მიხედვით გამოვიწერ და შემდეგ დავაუნბოქსინგებ ახალ წელს. აუ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. და ახლა აგიხსნით რა არის ეს. პირველ რიგში დაგჭირდება ალბათ ინსტრუქცია, რომ გავიგოთ რა რისია. Op, შურუფები დარჩა კიდევ 4 ცალი. არანაირი ინსტრუქცია, დროა ჩართოთ ჩვენი IQ. ერთხარეს სავარაუდოდ უნდა დავაყენოთ ეს, სადაც დიდი ალბათობით წავა ტელეფონი, ან სხვა რაიმე მოწყობილობა. მშვენიერი და მეორე მხარეს დაგჭირდება მაგიდაზე დასამაგრებელი. და როგორ დავამაგრო მაგიდაზე, წარმოდგენა არ მაქვს. მოდი Temu-ზე შევალ და ვნახოთ, თორე აზია რა რას ვაკეთებ. აჰა, გასაგებია. მე გამოვიწერე ესეთი, როცა მინდოდა ესეთი. ხო და ამას მოკლედ რა უყო აზზე არა ვარ. გავარკვევ და მაგამდე კიდევ ხსნით როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა. დავამაგრებთ მაგიდაზე, აქ დავამაგრებთ ტელეფონს, ჩვენ სასურველ ზომაზე გავასწორებთ, მაგალითად ესე გადავხრით, ამასაც ესე გავასწორებთ და ქვემოთ unboxing-ებს რო გადავიღებთ ხოლმე, ხელები გამოჩნდება. მოკლედ მაგარი რაღაცაა, მაგრამ არასწორად გამოვიწერე. დიდი ალბათობით ამას დავაბრუნებ და მეორე ვარიანტს გამოვიწერო მაგიდაზე პირდაპირ დავამაგრო ხოლმე. თუ ამანაც ჩამოგივიდათ და არ მოგეწონათ, 90 დღის განმავლობაში შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ და მთლიანად თანხა დაგერიცხებათ თავდაპირველი გადახდის მეთოდზე. ძალიან მაგარი რაღაცაა რა. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ, გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. გულები არ გავიტეხოთ. აუ, გადავ რა ჩამომივიდა. ბიჭო, რა ჩამომივიდა. ამას უყურეთ. რა ძალიან მაგარია. გონი ძალიან დიდი ზომა გამოვიწერე. საკმაოდ ძალიან დიდი ზომა არის. ეს გამოვიწერე მოკლედ ჩემი ტარანტულებისთვის. აქ უკან თავის ქალა ესეთი გატეხილი აქვს, რომ რამე აქ ჩაძრება. ტერარიუმების გამოწერილი მაქვს, რომ ჩამომივა გადავიღებ ვიდეოს მაგასაც. ჩავდებ ეს ტერარიუმში და ჩემი ტარანტულები მე დაძრებიან შიგნით. მაგარი რაღაცაა. იმედი აქ რო შევა, როდესმე გამოვა. ძალიან დიდი ზომა, ამ ხელას არ ველოდი, მაგრამ რა ვქნათ, გადავიდეთ შემდეგზე. დეკორაციისთვის აქიდოს. ვაიმე, ეს რამ ხელა რაღაცაა, ბიჭო. ტომარას გავს, საძილე ტომარას ან კარავს. ოპა, მოიცა ეს რა არის? აუ, გამახსენდა რაც არის, გამახსენდა რა დაო. ეს ძალიან მინდოდა. ხალი ჩაარამე არ გეგონოთ. ახლავე განახებთ რა არის. ვალა, ზამთარი მოდის მეგობრებო, რა გავაკეთო? აუ, რა თბილია, ხადაო, მაგარი თბილია. ამას მანქანაში ჩავიგდებ, რო რამე ნინით თუ შეცვიდა ხოლმე, ჩავასმევ, თბილად იქნება. ნინი შენზე ვზრუნავ. შემდეგი ამანათი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი წინა ამანათით და იმედია ესეთი კმაყოფილი ვიქნები სხვა ამანათებითაც. შემდეგი გავხსნათ რა არის, ნახოთ. ესეთი რაღაცა მოყვება და ეს არის ფოტოს ჩასადები. Skapan. აქ ფოტოს ჩადებთ, მაგნიტზეც არის. ამითაც შეგიძლიათ მიამაგროთ. მანქანაში ჩამოკიდებთ რა. აი ამოვარდება ფოტო, ესეთი რაღაცა არის. და კომენტარებში დამიწერეთ, ვისი ფოტო უნდა ჩამოკიდო, აბა. არა ზედმეტად საყვარელი ვარ, ეხა აღიარეთ. ეს ამანათია? რა პატარა არის? უფრო დიცველოდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ შეიძლება კარგიც არის პატარა რომ არის. იმიტომ რომ შემდეგი ამანათია სტიკერი. Passenger Princess. ესეც გამოიცანით თვისთვის გამოვიწერე, აბა. და ესე შემიძლია სარკეზე მივამაგრო. პირველი ამანათი ამოიწურა, გადავაგდოთ, გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. საინტერესოა რა იქნება შემდეგი. Smart Tag-ი, ხადაო? ეს ყოველთვის მინდოდა მქონოდა და დღეს გავტესტავთ როგორი იქნება. შემიძლია ჩემს iPhone-ზე დავაკავშირო, სიტყვაზე გასაღებზე ჩამოვკიდო, მანქანაში დავდო, სადაც ამ მოწყობილობას დავდებ, ტელეფონში მექნება წუთომა, რომ გავიგო ლოკაცია ნებისმიერ ადგილას სად არის. მოდი გავხსნათ და ვნახოთ პირდაპირ ამდენი რომ არ ვილაპარაკოთ. Apple-საც აქვს ესეთი AirTag-ი, მაგრამ ის ძვირი ღირს, ეს იაფიღირდა, მაგიტომაც გამოვიწერე. ჩემი აზრით ძალიან მაგარი მოწყობილობაა. თავარია მუშაობდეს. ეს უნდა ჩამოვკაჩოთ. ოიმე ღმერთო ჩემო, გავტეხე.
Всё, მგონი ამუშავდა. მოდი ახლა დავაკონექტოთ ტელეფონზე, მაინტერესებს როგორ იმუშავებს. მოყვება ესეთ ჩამოსაკიდი და პატარა ინსტრუქცია. მოდი ახლა ტელეფონს ჩავიწერ აპლიკაციას. ვასკანერებ მეგობრებო, წკაპ ინგლისური ავირჩიოთ და აი აქ მომიდო ინსტრუქცია უკვე როგორ დავაკავშიროთ ჩემს ტელეფონში. შემდეგ Bluetooth-ი უნდა ჩავრთო. შემდეგ უნდა ვნახოთ Find My. ოპა, იპოვა, ხო არ გადაობ. მოდი დავაწეროთ მაგალითად ქიმერა. დავაყენოთ ეს ემოჯი მევასება. ეგ არის, გაკეთდა. მოიცა play sounds დავაწევი. ხო არ გადაო, ბიჭო. აქ შეგვიძლია direction-ი ავირჩიოთ და ძალიან მაგარი რამეა. მოკლედ, ძალიან მაგარი რაღაცაა, შეგიძლიათ საფულეს ჩაიგდოთ, შეგიძლიათ თქვენს დაძმას ან შვილს ჩაუდოთ ჩანთაში სკოლაში თუ მიდის, ან მანქანაში ჩადოთ, ან რამეზე დაამაგროთ, ან თქვენ ცხოველს დავამაგროთ ყელზე. ყველას გირჩევთ რომ გამოიწეროთ ეს ერთაგი, აი აქ ამოვარდება, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდით ამ ბაზდაკლებას მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შემდეგი ამანათი. რა იქნება, ნახოთ, წკაპ. აუ, ხო არა, მე გადავები. ძლივს ჩამომივიდა. რამდენ ხანს ველოდებოდი ამას? ამას რო რამე ჩამოვკიდებ გასაღებზე. ამაზე ყურეთ. ოპა, პატარა დანა გაიჩიტა. ამას მანქანას ჩავაგდებ. ზოგჯერ მჭირდება ხოლმე დანა რაღაც გასახსნელად და არაფერი არ მაქვს ხოლმე, ამიტომაც წვალობ. ამიტომ ამის შემდეგ აღარ მექნება დანის პრობლემა. ესეთი პატარა საყვარელი დანა არის, ესე ამოდის, ესე ჩადის. კაია, მომეწონა. მოდი აბა გავტესტოთ როგორ წვის. ხო არ გადაობ, რა უქნა. შემდეგი არის Xiaomi-ის ყურსასმენები. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ Temu-ზე ასევე იყიდება სხვადასხვა ოფიციალური მაღაზიის ტექნიკაც. დიახ, არ მოგესმათ. ეს არის ნაღდი Xiaomi-ის ყურსასმენები და მგონი ძალიან იაფში გამოვიწერე. ინსტრუქცია არ გვინდა და ბევრი ბრენდი როცა გონიათ რომ არის სიტყვაზე ამერიკული ან ეგეთი რამე ხარისხიანი, ზუსტად ჩინეთში აწარმოებენ. ესეთი დამატებითი ყურისაცობები მოყვება. თუ სიტყვაზე თქვენთვის დიდი არის ეს, აქ აყენია medium-ი, არის ასევე პატარა და large. თუ სიტყვაზე ეს არის თქვენთვის ძალიან პატარა ან ძალიან დიდი. ეს კარგია, მომეწონა. Apple-ის ყურსასმენებზეც ეგრე არის AirPod-ებზე და ახლა მოდი მოვუსმენ ხმას, როგორი ხმა აქვს. თქვენ ვერ გაიგებთ სამწუხაროდ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ. თუ კაი ხმა აქვს, სიტყვი კაი ხმა აქვს, თუ ცუდი ხმა აქვს, სიტყვი ცუდი ხმა აქვს. Wow, noise cancellation-იც აქვს, ბიჭო. ერთი წამი ახლა Spotify-ზე შევალ და მოვუსმინოთ მუსიკებს. ხო არ გადაო, ეს Temu-დან გამოვიწერე? ძალიან მაგარია, ბიჭო, ძალიან მაგარია. მე გადავები? თუ ვაბუქებდე, უნამუსო ვიყო. აი, ძალიან მაგარია. ესეთ ხმას მართლა არ ველოდი. თავიდან ყურში გავიკეთე თუ არა noise cancellation-ი ჩაირთო, ბიჭო. არ ვიცი რა, არ ვიცი. მე ესეთი კმაყოფილი, კაი ხანია არ ყოფილვარ და ძალიან ბედნიერი ვარ თუ ესე გაგრძელდება. გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. არ ვიცი, შოქში ვარ, მართლა შოქში ვარ. Temu-დან თუ ესეთი სერიოზული რაღაცები გამოწერა შეიძლებოდა, არ ვიცოდე. ეს რა არის? Nose hair trimmer. აუ, ცხვირის და ყურის ბეწვების ტრიმერია ეს. ნუ ახლა კაცებს გვაწუხებს ბეწვიანობა, მით უმეტეს ჩემნაირ წვეროსან კაცებს. აი ესეთი ტრიმერია, შვენიერი, მოყვება დამტენი, კაბელი და ასევე ესეთი საწმენდი. პროცენტებიც აწერია. ვისაც გესაზღვრებათ ეგეთი რაღაცები, თვალები დახუჭეთ, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა უნდა ჩავიდინო. უკეთესად ვუნდქავთ შემი. კაია, ამას მე ცალკე გავტესტა უფრო უკეთესად. უკვე ფერების სუნიც მცემს მეგობრებო. და შემდეგი არის კი, აი ეს მინდოდა ზუსტად. AirTag-ის кейსი. ზედმეტი დაცვა არ აწყენა AirTag-ს. ეს ნახე რა მაგარი პონტია. წკაპ. ერთი წამი. დავიტანჩი რა, აღარ ვცადე, მაგრამ არ ჩადის. არ ჩადის, დიახ, სომა არ ეტევა, მაგრამ არა უშავს, რა თქმა უნდა, ამაზეც მოქმედებს გარანტია და დიდი ალბათობით მაინც თუ არაფერში გამოვყენებ, უკან დავუბრუნებ და სხვა ზომისას გამოვიწერ. გავხსნათ შემდეგი ამანათი რა არის. ვაუ, პაკეტში ყუთი დევს wireless CarPlay adapter. რამდენი ხანია მინდოდა ეს ვერ წარმოიდგენ. თან საქართველოში თუ არ ვწდები ეს ღირს 150 ლარი და ძალიან იაფში გამოვიწერე. ზუსტად იგივე, რასაც ყიდიან. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემ პრომოკოდით მეტი ფასდაკლებით. ესეთი პატარა CarPlay-ის ადაპტერია. ამას ავაძრობ, წკაპ, ესე ლამაზად გამოიყურება. მოყვება ესეთი პატარა კაბელი და ასევე მეორე პატარა კაბელი. ეს არის USB, ეს არის Type-C და ამასაც რა თქმა უნდა გავტესტავ მანქანაში. ესეთი პატარა მოწყობილობაა, მეგობრებო, რომელსაც აერთებ მანქანაში. ეგ არის დაკავშირდა Bluetooth-ით ჩვეულებრივად. და ესეც თქვენი CarPlay ჩაიტვირთა. ამას ვიყენებ დაახლოებით 1 კვირა, რომ გამეტესტა როგორ მუშაობს. ცოტა პატარა delay აქვს რა და მომენტებში, ანუ კვირაში შეიძლება ერთხელ რაღაცა პატარა ხარვეზი ქონდეს და თავიდან მოგიწევთ დაკავშირება. მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კომფორტულია, რადგან კაბელს არ ხმარობთ ფაქტიურად და პირდაპირ მანქანას ჩავჭდებით თუ არა CarPlay ირთობა რა. მუსიკებისას და ხმაზე გადართვისას და რაღაცა პატარა delay აქვს თავისებურად, რადგან Bluetooth-ითაა დაკავშირებული. ეგ დიდი არაფერი პრობლემა არ არის.
ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ კაბელს მაინც ჯობია რა საბოლოო ჯამში. შემდეგი ამანათი. ვიცი რაც არის, ხედავ გარედან ამოვიღოთ. ეს არის მეგობრებო, სიგარეტისთვის, აიქოსისთვის და ასე შემდეგ რა. სიტყვაზე მანქანაში რომ ეწევიან და გარეთ რომ არ გადაყაროთ ნაგავი, პირდაპირ ამას წკაპ დააწვევი, აი ხდება ესეთი რაღაცაა. შეგიძლიათ აქ ჩამოდოთ სიგარეტიც და აქ ჩაყაროთ ფერფლი და თვითონ ბიჩოკები და ასე შემდეგ. მე სიგარეტს არ ვეწევი, არც არავის გირჩევთ რომ მოწიოთ, რადგან ძალიან მავნე არის ჯანმრთელობისთვის. ამას მანქანას ჩავიგდებ და ჩემი მეგობრები გამოიყენებენ. შემდეგი, პირები ჩამომივიდა ძლივს. რამდენი ხანია ველოდები? ძალიან მჭირდებოდა ესენი, ძალიან. 4 ცალი? კიდევ ესეთი წკაპ, თავები დიდდება, პატარავდება. იმედი მაქვს ახლა მიდის ჩემს საპარსზე. ეს ჩანთაც ტემუდან მაქვს გამოწერილი. ესე გამოიყურება ჩემი საპარსი Philips One Blade. ეხლა გავხსნათ თავი, დავამაგროთ და ვნახოთ თუ მუშაობს ეს პირები. ესე ამაგრებ. წკაპ, всё, დამაგრდა, მუშაობს. აი ნახეთ. თავები ეცვლება და სიტყვაზე უფრო და უფრო მოკლეზე თუ გინდა, ამას აწევ და ეგ არის. მაგარია. ეს მომეწონა. ასევე არის ესეთი თავი, ასევე ესეთი თავი და ასევე ესეთი თავები. ძალიან გმაყოფილი ვარ მოკლედ. ტემუდან შეგიძლიათ ხარისხიანი პროდუქტის გამოწერა თუ რა თქმა უნდა არჩევა შეგიძლიათ. შემდეგი ამანათი. ვაუ, ეს სამხელა რაღაც ჩამოსულა. აქ აღარაფერი აღარ არის და ეს არის მანქანის უზარმაზარი ტილო. რამდენი ხანია იცით მინდა ამის გატესტვა? ნახით რა მხელა ტილო არის. და აქეთ მწვანე. ძალიან ლამაზ ფერია. ამასაც რა თქმა უნდა გავტესტავთ და გეტყვით ხარისხიანია თუ არა. თქვენს რომ გამოიწეროთ. მე ვიწერ, ტესტავ, გაცნობებთ, თუ კარგია თქვენს გამოიწერეთ. რა გავტესტოთ ჩვენი ტემუს ტილო. ნახეთ როგორ წმინდავს აბა. ბიჭო რავი? რა ვიდეოში მაგეთე ნანახი და არა, სხვა შორის წმინდავს, ხო იცი? რა, ცუდი არ არის ხა. წინ კაფეს გავწმინდავ, ხია. და იმის დამიხადით ნახოთ როგორ წმინდავს. რა, ეხლა რასაც უყურებ 5 წამში გავწმინდებ შენ კაბოც. ამას სავარაუდოდ მარტო ესე ზედაპირზე გამოვიყენე. შუშებს სხვა ტილოც გავწმინდავ რა. რა, როგორ შეაფასო? ორთქლიანია ეს თორე, სხვა არაფერი რა. სისველეს არტოებს. რომ მშვენიერია რა. ხა გადავატარებ ძევიდან. მაგარია ბიჭო. თუ შეიწოვო. რამდენს ჩვენ ჯობხალ იცი? აბა აქაც. მოდ დაჟე აქაც ვცდი. არა ძმო, მაგარია, ანუ ერთი მასში. ბიჭო, სხვათა შორის იაფია ხა არ მიმიცია. ნახ. ძალიან მარტივად იმენა. просто ეს დავრთელია და იგეთქობა რა. შემდეგი ამანათი. აქ ბევრი ყუთები დევს, რაც მომწონს. ბევრი ყუთები კარგია. მე ისეთი რაღაცაც მინდა გავაკეთო, რომ სიტყვაზე ნინის მივცე, რაღაცა თანხა და თვითონ გამომიწეროს რაღაცეები. ვაიმე, ეს რა მხელა არის? ბიჭო, ამ ხელას არ ველოდი ხადაო? ვაიმე, ეს რა არის? რაღაცა პატარა მეგონა და მოყვება ასევე ჩამოსაკიდები, ესეთები და ესეთი 4 ცალი შესაერთებელი აქვს. აქ აქვს ასევე 2 Type-C და 2 USB შესაერთებელი, რაც ძალიან მაგარია. მოდი ერთი შევაერთოთ. ამას რო ატრიალებ, ეს გამოდის მერე. გასაგებია. იმედია, დენი არ დამარტყავს. მუშაობს როგორც ხედავთ, წკაპ, გაითიშა, ჩაირთო. მაგარია. მომწონს, მივესალმებ. რადგან ოჯახში სულ გვაქვს ამის პრობლემა. შემდეგი ამანათი. ესეთ кейსია AirPods-ის. მოყვება ესეთ საკიდი, რომელიც შეგიძლიათ დაამაგროთ გვერდით აქ და ასევე ეს რა არის, შეგნით ვერ მიხვდი. საწმენდიც მოყვება. ბიჭო, რა ჯიგრები არიან. უკან ესეთი გუბკა გამოდის და წინიდან ესეთი. წვეტიანი რომ შეგნით ამოწმინდო რაღაცეები. მაგარია რა. ძალიან ძერსკია. შემდეგი ამანაც ძალიან გამოსადეგარი ნივთია. ესეთი სტიკერები მოყვება, ძალიან ბევრი, როგორც ხედავთ და ასევე ესეთი კაბელების შესაკრავი. აი სულ ამაზე მაქვს პრობლემა რა კაბელებზე. რო რამე ესე გადაუჭერ, ჩასვავ, всё, აი, ესე მოუჭერ კაბელებს რა. თან წელოდი არის და ჭირდებოდა. ძალიან ჭირდებოდა. ეს რაღა არის? ბიჭო, რა მხელა ყუთია. კაბელებზე მქონდა საუბარი და კაბელების ორგანიზერი ჩამომივიდა. ჩვენი ახალი დანით გავხსნით, რა თქმა უნდა. ძალიან ბასრი არის ეს და მე შინია ხელი არ გავუჭრა. თქვენ კიდევ აქამდე თუ უყურებთ და არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი და არ დაგლაიქებიათ ვიდეო, რაღაც ელოდებით. თუ უყურებთ აქამდე, ესე იგი მოგწონთ ვიდეო. ამიტომაც დალაიქეთ ძალიან. მეხმარებით და გამოიწერეთ არხი მალე ავიდეთ 300,000 გამომწერზე, რომ მეტი და მეტი ვიდეოები გადავიღოთ. რა მაგარია. აქ ბევრ კაბელებს ჩავდებ და მითხარი რომ ეს იწევა. თუ უჯრასავით არის. უჯრასავით არის, ნახეთ და ქვემოთ კიდე რაღაცა მოყვება. უჯრის გამოსაღები, ხო? პატარა უჯრის გამოსაღები დავუყენეთ. რომ რამე ესე წკაპ, ზევიდან ესეთი რამე იქნება. აქ კაბელებს ჩააწყობ და
ძალიან მაგარია რა. ბევრი კაბელები თუ გაქვთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ესეთი რაღაცა. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. ეს არის საათის ბრონები. 3 ცალია. ახალი Apple Watch 11 ვიყიდე, ამიტომაც დამჭირდება ესეთი დამცავები, რომ გადავაკრა და არ დაიკაწროს ეკრანი. ესეც ძალიან კარგია მომეწონა. რა იქნება შემდეგი? ესეც კაბელების ორგანიზერი. 2 კაბელების ორგანიზერი გამომწერია, ხადაო? რად მინდოდა ამდენი? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაბელი მაქვს. ესეთი ყუთები დევს, ამოიღებ, ჩადებ. და აქ შევინახავ მოკლედ. ყველა კაბელს რაც კი გამაჩნია და აღარ მომიწევს წარა, მაგრამ გადაქექვა, განმოქექვა, კაბელები რო გახლართულია იმების ამოხლართვა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი რამეა. ვაკოცე ჩინეთის ამანათს. აქაც აღარაფერი აღარ არის და დაგვრჩა ერთადერთი ამანათი. ეს Bad Boy ყუთი, რომელსაც ახლა დავანბოქსინგებთ. Steam Cleaner-ი. ესეც უკვე რა თქმა უნდა, ვიცი რაც არის. ეს არის ორთქლის წმენდავი. სხვანაირად რა ქვია ამას? არც ვიცი. ვაუ, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, მინდა გითხრათ. მოყვება ინსტრუქცია, ასევე ესეთი რაღაცა, ამას გავიგებთ მალე რაც არის. ეს რა არის, არ ვიცი. კვების კაბელი და დამატებითი ხელსაწყოები და ტილოები, რაც გამოგვადგება წმენდაში. ესე ლამაზად გამოიყურება, მინდა გითხრათ, ძალიან მომწონს დიზაინი. აქ აწერია რომ დიდი ტემპერატურაა, ფრთხილად იყავითო. ამიტომაც მოდი ხელები ვაკონტროლოთ, სხვაგან არ გავისროლოთ. ეს გამოვიწერე მანქანისთვის, შიდა წმენდა რო გამეკეთებით და მაგრამ იქ რომ ნახე, გაზებისთვის, მაცვირებისთვის და ეგეთი რაღაცებისთვის, ანუ ცხიმები რო ამომეყვანა იქიდან, მაგისთვის გამოიყენებაო. არ ვიცი მანქანაზე რამდენად იმოქმედებს, მაგრამ მოდი შევაერთოთ და სადოთ ჩართვა. ვაუ, აქ ნახეთ, ესეთი დამცავი მოყვება. ნახე, შიგნიდან ვერთავ. კაია ეს. იმედია კომპიუტერს არაფერს არ შევასხა. განათ და ეგრევე, ჩართულია კიდევაც. აქ ალბათ წყალი უნდა ჩავასხა. ვაიმე. შემეშინდა უნამზო. ეს რა არის? ვაიმე, გაცხელდა ეს. კაი, ამის გამოყენება მე ნახდათ არ ვიცი. ალბათ დახმარება დამჭირდება. ამასაც განახებთ როგორ მუშაობს. სუდი დადგან მგონი სიკვდილს გადაურჩეთ. დედა ჩემი დავიხმარე, რადგან მარტო ვერ გაუგვინე ამ აპარატს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა. ყველა ჩამჭდარი ჭუჭყი ამოიყვანა აბსოლუტურად, როგორც ხედავთ და აუცილებლად რეკომენდაციას უწევ. ზოგადად ესეთ ორთქლის აპარატთან პირველად მაქვს შეხება და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. Solid 10-დან 9. თუ მოგეწონთ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, აქტუალურს აზრილაკი. თუ ახალი ხარ ტემუზე, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ აქ არის ჩემი პრომოკოდი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ტემუზე, აღწერაში ჩაწეროთ ეს პრომოკოდი და მოგცემთ 300 ლარიან კუპონს. ამ ქვემოთ იქნება ლინკი აღწერაში, გადახვიდეთ ლინკზე და მიიღოთ ასევე 300 ლარიანი კუპონი. იმედი მაქვს გამოგადგებათ. ისი ამონთ ვიდეოთი, ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაკვეცეთ და peace.